როცა არის რომ გზა გადაიკეტოს და მე არ დავჯარიმდე. რაციონალურად რას ვაკეთებ ამ შემთხვევაში რომ მე ერთი ადამიანი რა იქნებოდა ჩემთვის სწორი ქმედება. და მოდი გეკითხებით პირდაპირ ამას თქვენ. რა არის ამ მოცემულობაში სწორი ქმედება ჩემთვის რომ არ დავჯარიმდე და თან გზა გადაიკეტოს. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ხალხთა სიმრავლე, ხო? კი, მე ერთმა რა უნდა გავაკეთო ამისთვის. უნდა ადგე და გამოხდე. კი, ზუსტად. ერთმა უფრო დავამარტივოთ ეს ყველაფერი. ხო, დავდგე, გამოვიდე და დავდგე ტროტუარზე. ანუ მე არ მევალება რომ პირდაპირ გავარდე და გადავკეტო გზა. მე შემიძლია ვიდგე ტროტუარზე. თუ ჩემსავით მოიქცევა იმ ადამიანების 20% მაინც, ვინც ამ პროტესტის გულშემატკივარია, ავტომატურად შეივსება უბრალოდ რაოდენობა ტროტუარზე და გადაიკეტება ბუნებრივად გზა. და რატო სიგრძეზე რო დადგნენ ტროტუარზე მაგალითად? და ცოტა რომ გასუქდნენ. სხვათა შორის. ეგეც ვერსია. სხვათა შორის. ეგ არის მაგარი ვერსია. იმიტომ რომ კვადრატულ მეტრზე 4 საშუალო კომპლექსის ადამიანი ეტევა. მაგრამ ყველა რომ გასუქდეს და ეტევა 2. ანუ 2 მაგათ უფრო გაუვიო. ბევრი გუბაზე ფული უნდა შავა. ან შეიძლება რა. შაკარი. დანუკას ფონდისთვის არის. დანუკა იაპიანი გასუქების მეგანიზმი. გასუქდა. პროსტა შაკარს როსვავენ. ეგ რომელი წელი? ისე კი არის უკრებია რომ კაი საჭმელი და არა ფასტფუდი რაღაცა. არა შაკარი. ის რომელი წელი იყო? 2 დღით რო დაჯდნენ საშიმშილო.